როდესაც მსგავს ტერიტორიაზე ვიწყებთ მუშაობას, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია კარგად გავიაზროთ ის დადებითი მხარეები და შესაძლებლობები, რაც ამ ტერიტორიას გააჩნია. შინბუდის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს არის ის ტყე, რომელიც გარშემო აკრავს ტერიტორიას და ეს იყო მთავარი ინსპირაცია, რაც პროექტსაც დაედო საფუძვლად. მოხდა ამ მუხის გარშემო სარეკრეაციო ტერიტორიის გაჩენა, რომელიც შემდეგ მწვანე დერეფნებით და იგივე სარეკრეაციო სივრცეებით დაუკავშირდა იმ ტყეს და იმ ტყეში არსებულ შესასვლელებს და ბილიკებს. რაც შეეხება არქიტექტურას, შევეცადეთ, რომ მაქსიმალურად დაგვედგინა ის სტანდარტები, რაც მოგცემდა იმის გარანტიას, რომ არქიტექტურული კუთხით ეს უბანი ყოფილიყო საინტერესო. ეს შემუშავებული სტანდარტები გვაძლევს იმის გარანტიას, რომ მაცხოვრებელი, როდესაც ყიდულობს მიწას და იწყებს სახლის მშენებლობას, ზუსტად იცის მისი მეზობელი რა ზომის და რა ტიპის სახლს ააშენებს. რაც როგორც წესი ჩვენთან ყოველთვის პრობლემა არის ხოლმე, იმიტომ რომ დღეს გვაქვს რაღაც ხედი და ხვალ შეიძლება იქ გაჩნდეს კორპუსი ან რაღაცა ისეთი ზომის შენობა, რომელიც აბსოლუტურად შეგვიცვლის ხედს. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, დაცულები ვართ ამისგან და პლუს ემატება ასევე ის არქიტექტურის სტანდარტი, რომელიც გვაძლევს უფრო მეტ დაცულობას მსგავსი რისკებისგან.